თუმცა არ დაგვანებეს და უჯრედი ისევ თავისად იქცევა. მე გითხარი, მაჩვენი სადაც წერია რომ უჯრედი უნდა გამიტანოს. მე მითითეთ რომ აგერა გამიტანოს და მაჩვენეთ იქ სად არის რომ სეიფი უნდა იყოს. მაგით თვალსაჩინოდ გაქვს მოცემული როგორი მაგიდები უნდა იყოს ოთახში. ანუ აი ამის მსგავსი. მე გითხარი რომ კიდე მაჩვენეთ მოვიტანდი. და იმე აღდგენილი არის სეიფის გარდა ზია და ამდენი საბუთები უნდა გელავოთ მაგიდან. დილით 7:30-ზე უკვე უბანზე ვიყავით. დამკვირვებლები არ შეუშვა, აგრესიულად დახვდა კომისიის თავმჯდომარე. ჩვენ მოვითხოვეთ ტრენინგი გავიარეთ და გვითხრეს რომ არ უნდა იყოს უჯრები, მაგიდები, ან დაალუქეთ თუ არ გაიტანენ უჯრებს და რომ შემოვედით ისეთი მაგიდები იყო, ბევრი უჯრები იყო შიგ, საუთებიც ელაგა ჟურნალები ელაგა, რა ვიცი. მოვითხოვეთ აგრესიულად შეხვდა კომისიის თავმჯდომარე, შემდეგ ეს რამოდენიმე უჯრა გამოიღო კომისიის თავმჯდომარე, შეხვდით წინააღმდეგობას, შემდეგ კონფლიქტში რომ არ შეусულიყავით გავანებეთ თავი. და აი როგორც ნახეთ, აგერ სეიფი ღია არის, საბუთები ქულაგიათ, მე არ ვიცი რა საბუთები ულაგია, ეს არის საკრებულოს შენობა. ჩვენი მოთხოვნები არ გაითვალისწინეს. Захебები ხო რა შემოხაზა? იყო ეგეთ შემთხვევები? У нас было несколько нарушений, которые мы обсервировали. Например, когда два люди входили в одну кабину за полотно. Был такой случай, когда вы зафиксировали одного и того же человека несколько раз. Так, это случилось много раз. У меня все здесь 25 было этих ситуаций.